საბედნიეროდ კახეთი ისეთი ლამაზი მხარია, რომ ამას ჩემი დიდი შრომა არ ჭირდება და არავის შრომა არ ჭირდება. თუ სწორად შეესთავაზებს სტუმარს ის ხარისხის იმ ხარისხის ტურისტი ჩამოვა ჩვენთან, ვინც ამას აფასებს და კახეთის შეუფასებლობა კიდე არ ყოფილა არასდროს. ანუ კახეთში დავიბადე, გავიზარდე და ვარ ბედნიერი, რომ ესეთ ლამაზ ბუნებაში და ესეთ დიდ მხარეში, საქართველოში ყველაზე დიდ მხარეში გავიზარდე, აქაური რო ვარ რა და ეგ უკვე პრივილეგიაა ჩემთვის. ხო და რა ვიცი, აი მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც გვიყვარს და კახეთში დაბადებულს და გასცდის კიდევ ვისაც აი ვასთან ქონია საქმე, ყველას ეს საქმე გვიყვარს და ვისაც არ ქონია ეს საქმე კიდე მაინც რაღაცნაირად დაკავშირებულია ღვინოსთან და მე მინდა რომ აი კახეთს მადლობა მოუხადო რომ ამ კახეთის შვილი ვარ რა და თქვენც მადლობა რომ აი იღებთ ესეთ ძალიან ლამაზ სიუჟეტს. საერთოდ არ არის შრომატევადი პროფესია. რატოა შრომატევადი? თუ ფული გაქვს, რომ ინვესტიცია განახორციელო, ეს ბევრი დიდი რაღაც კოლოსალურ თანხებთან არ მაქვს ლაპარაკი და სურვილი თუ გაქვს ის საქმე აკეთო, რატო არის ძნელი? ხალხი ამდენი დაუსაქმებელი ადამიანია, მუშახელის მეტი რა არის. ხალხი გადახდა გვინდა და რა ვიცი, არც იხდიან იმდენს ალბათ და მუშახელიც არ მუშაობს, როგორც საზღვარგარეთ არის ხო ხდებით რა და შენ როდესაც ეს ყველაფერი დაიწყე, საერთოდ სიტყვა ქისი საქართველოში არავის აღარ ახსოვდა? ნუ ძალიან ცოტას. ერთი მეღვინე იყო და დავით მაისურაძე, რომელმაც პირველად მათ ჩამოასხა ქისი ბოთლში. და არ იყო საერთოდ პოპულარული კი არა, საერთოდ აი ვენახებიც არ არსებობდა. ეხლა ცოტა აი ყოველ გლეხს სახლის წინა ვენახიც ქონდა, ის ვენახები არსებობდა მაგრაშიც და არგოხშიც, ფიჩხოვანშიც. და მე ურად უფრო ცნობადი გახდა, მე ვიყიდე მიწები, მე ვიღაცები დაინტერესდნენ, ჩავყარე 16 ჰექტარი და ნუ ხალხი დაინტერესდა და უფრო ყურადღება მიაქციეს რა და თან ხა ნიშნულობა არ აქვს ვინ დაინტერესდა და ვინ რამდენი მიწა იყიდა, იქ მე ვიქნებოდი თუ პეტრე პავლე, მაგას ნიშნულობა არ აქვს, მაგრამ თვითონ ყურძენი და ჯიში თავის ლაპარაკობს რა და ქის ისეთი უნიკალური ყურძნის ჯიშია და ისეთი სასწაული ღვინო დგება, რომელიც აი მსოფლიო დონის თეთრ ღვინოებში შეგიძლია რომ ამაყად გაიტანო კონკურსზე. ღვინის წარმოება საქართველოში ძალიან კონტროლდება, როგორი ხარისხის ღვინო გადის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. ეს ძალიან კარგია და რაც უფრო მეტი ტურისტი შემოდინება იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩემი აზრით ეს ძალიან შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ხარისხის აღმასვლას. მე ვარ დედა. ორი შვილი მყავს და თბილისში ვცხოვრობ კვირის სკოლის დღეებში და პარასკევი შაბათი კვირა აქ ვართ. და აქ როცა ვართ სოფლელი, ჩვეულებრივ რა ვიცი, რაც სოფლელი ქალი აკეთებს, აღწვალაგებს, აჭვენს აკეთებ. რავი, სტუმარს ვიღებ, მეზობელთან გავდივარ, კვერცხს ვიღებ, მინოდადებს, რავი რა, ჩამოთვალ. შემოდგომაზე კიდე ერთველის დროს ძალიან ბევრს მუშაობ, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკონტროლებ იმ რთველის კრეფის პროცესს.